დღეს არის შაბათი 31 იანვარი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 18 იანვარი და დღეს რამდენიმე წმინდანის შესახებ გვისაუბრია ეს არის ათანასე ალექსანდრიელი, კირილე ალექსანდრიელი, ეს არის საუბარი მე-14, 117, შემდეგ მარკიანე კვირელი, საუბარი 369, პრისკა, ანუ პრისცილა რომაელი, საუბარი მე-19 და 154 და ლიბერფტა და ფაუსტინა კომოელები, ეს არის საუბარი 329. ამიტომ ჩვენ ავწმინდანებზე არ შევჩერდებით. დღეს ეკლესიამ დააწესა კიდევ დღევანდელი დღისთვის კიდევ ერთი ხსენება წმინდა მეფე თამარის. დღეს არის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენება და მეფე თამარის შესახებ ალბათ ერთი საუბარიც არ იქნება საკმარისი, ამიტომ მე კიდევ გადავდებ ამას. დღეს არ ვისაუბრებ და ასევე დღეს არის ხსენება ქართველი წმინდანების. ეს არის ეფრემ მცირე, ფილოსოფოსი. ეფრემ მცირე. ეს არის ალექსი შუშანია. მე მოგიყვებით ცოტა ამას შესახებ და კიდევ დღეს არის, შემდეგ გავაგრძელებ, მოკლედ მე მოგიყვებით კიდევ ის ხსენება. ჩვენ დავიწყოთ დღეს ეფრემ მცირეს შესახებ. ეფრემ მცირეს შესახებ თან ძალიან ბევრია სალაპარაკო, ძალიან ბევრი. თან არა თითქმის არაფერი არ არის ცნობილი. უпростоრეთ წყაროებიდან არ არის ცნობილი. ერთადერთი წყარო მისი შესახებ, მე არ მაქვს ლაპარაკი მის შემოქმედებაზე, არამედ მე ლაპარაკი მაქვს მის პირად ცხოვრებაზე. ერთადერთი წყარო ეს არის მისი ეგრეთ წოდებული ანდერძმინა წერები. ეხლა ეს რას ნიშნავს, მინდა გითხრათ. ესე იგი, როდესაც ის წერდა, მას აქვს ორიგინალური თხზულებები, მას აქვს თარგმანები და მას აქვს ასევე კომენტარები. თარგმანებაი, რასაც ესე ქართულად უწოდებენ. ესე იგი, იგი თარგმნიდა, კომენტარებსაც აკეთებდა და ორიგინალურ თხზულებებსაც წერდა. მოკლედ ძალიან დიდი საეკლესიო მოღვაწე იყო. იგი 1101 წელს გარდაიცვალა. 1101 წელს. ხო და მისი ძირითადი საუბრები, მისი ინფორმაცია მის შესახებ, ეს არის ძირითადად, ესე იგი, როდესაც ის წერდა, გვერდზე მინდორი თუ რა ვიცი როგორ ქვია თავისუფალი ადგილი, სადაც იქ აკეთებდა მინაწერებს. ეს მინაწერია თავისი ფორმით, მაგრამ ანდერძმინაწერი ეწოდება. რატო ეწოდება? იმიტომ ეწოდება ანდერძმინა. ეხლა წაგიკითხოთ რამდენიმე მინდა, წაგიკითხოთ, რომ რაღაცნაირად მის პიროვნებასთან პირდაპირ შევიდეთ ურთიერთობაში. ეს არის რაღაც ურვილი, ეს არის ანდერძი, რომელსაც იბარებს, მომიხსენეთ, გთხოვთ, ესე, ნახავთ ეხლა წავიკითხოთ. და კიდევ არის ეგრეთ წოდებული კოლოფონები. კოლოფონი ეწოდება ისეთ მინაწერს, სადაც უკვე გარდა ამ ანდერძისა და თხოვნისა, რომ მოვიხსენოთ ლოცვებში და კიდევ რაღაც მსგავსი, ასევე არის მის პირად ცხოვრებაზე რაღაცა ინფორმაცია. ამას ეწოდება კოლოფონები. ეხლა მე კიდევ ერთი რაც მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი საუბრები არის. ის რაც მე ვერ შევძელი და რასაც დიდი დრო და ძალიან დიდი, ცოდნა გამოცდილება ყველაფერი ჭირდება, ეს არის ბატონი ედიშერ ჭელიძის ორი საუბარი არსებობს, რომელიც YouTube-ზე არის, რომელიც მე მითითებული მექნება ჩემს აღწერილობაში. აქ კი ნამდვილად შეიძლება მოისმინოთ ეს ორივე საუბარი და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად სრულყოფილი შტაბეშტილება შეგიქმნებათ ეფრემ მცირის შესახებ. ეს სიტყვა ეფრემ მცირე რას ნიშნავს? მოისმენთ ედიშერ ჭელიძის საუბარს. მე კი მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე ცოტა სულ 3 მინაწერი ამოვიღე.
რომ აი უბრალოდ წარმოიდგინოთ ვიზეა საუბარი რასთან აქვს საქმე. ეს არის იოანე დამასკალის გარდამოცემაი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა, ეს აქვს თარგმნილი მას და აქ აქვს ერთი მინაწერი მაგალითად აქ ესეთი გაკეთებული. ლოცვა ყავთ ქრისტეს მოყვარენო გაბრიელისათვის, რომლის ბრძანებითა ითარგმნა წმინდა ესე წიგნი და კეთილთა მოღვაწეთა ჩემთა და განმაძლიერებელთ, ანუ ვინც მეხმარებოდა და განმაძლიერებდა ამას თანამზრდელთაცა და მსახურთა არსენი იყალთოელისა, არსენი იყალთოელის მზრდელნი და მსახურნი და იოანე ხუცესთა, სტეფანესათვის დიაკონისა, აი ესენი ითხოვს რომ მოიხსენოთ, ამიტომ ქვია ანდერძი და უფრო ის ყოველთა ყველაზე მეტად კი მე მჭირდება თქვენი დალოცვა, ნახეთ რას ამბობს ჩემს საწყალობელისა, რეცა თარგმანისა, რეცა ნიშნავს სიტყვა ვითომ. ესე იგი, ეს თავის ამხელაში რომ ასოციაციას, აი ვითომ თარგმნეო, რა შემეძლო გავაკეთო, აი რეცა ვითომ თარგმნელის ეფრემ ცირისათვის თვითონ ესე მოიხსენებს თავის თავს, რომელსაც დიდთა კათოლიკეთა მარხვათა ცოდვათათვის და გლოვაი, ნახეთ რას ამბობს საოცრებას. დიდთა კათოლიკეთა მარხვაი, დიდი მარხვები ხო არის წლის განმავლობაში და ამ მარხვების განმავლობაში მარხვის შენახვის გარდა კიდევ ჩვენ ხო სინანული უნდა ავასრულოთ რაღაცა მოქმედებაში უნდა გამოვხატოთ, ეს არის ძალიან უკმაყოფილო თავის და რას ამბობს რომ და ეს დიდთა კათოლიკეთა მარხვათა ცოდვათათვის და გლოვაი და ქრისტიანეთაცა საეროვნი ჟამნი უგულებელს მექმნეს შიშითა ამის ვერ მოგასრულებისათა. ესე იგი, ტაძარშიც ვერ ვესწრებოდი ლოცვებს და აი ამ სინანულსა ჯეროვანად ვერ აღვასრულებდი, ანუ პირად კანონებზე აქ ლაპარაკი შიშისათვის, იმისი შიშით, რომ ვერ მოვასწრებდი ამ წიგნის გასრულებას და შემინდეთ, აი ამას ამბობს. რომელი ეს წიგნი სრულყო ღმერთმა ლოცვათა ზემოხსენებულთა ამათ მამათა ამინ. აი ამ მამების ლოცვით გავასრულეს წიგნი. შემდეგი არის 60 ქულოს განმარტებები, ანუ კომენტარების კოლოფონები, ანუ იქ აქვს ამ 60 ქულოში თავის შესახებ. რაღაცა აქ ერთი ძირედი ამოვიღე. ესესაც წინა სიტყვაობაში უწერია, მინაწერი ესეც. ესეცნაური იყავ ყოველთა რომელნი მიემთხვინეთ წმინდა სამას წიგს, აი ვინც ამ წიგს ხელში აიღებს, ვითარცა იგი დავითისას თარგმანებათა შინა, იგივე ყოველ სამას აი დავითის კომენტარების შინით, როგორც წერია და ამ 60 ქულოს წიგსა შინა ძალისაებრ მოწაფეობაი. ესე იგი, როდესაც მე ფსალმუნების კომენტარებს ვაკეთებდი და როდესაც აი ამ 60 ქულოს კომენტარებს ვაკეთებდი, დამიცავს მოწაფეობაი ძალისაებრი, აი როგორც შემიძლია, მივბაძავდი მოძღვრისა და ყოველთა ეკლესიათა ჩვენთა მნათობისა გიორგი მთაწმინდელის. აი გიორგი მთაწმინდელი იყო ჩემი მასწავლებელი და ნუ აი მისგან ვიღებდი და მის მიხედვით ვაკეთებდი. საუკუნოდ მოხსენებულისაი. მე უნდოსა მტვერსა წმინდათა ფეხთა მათისაითა. აი მისი ფეხის მტვერის აი ღირსი რო არა ვარ მე, აი ვერ შევედრები. ეფრემს მცირესა. რამე თუ მათივე თარგმნილი საქმე მოციქულთაი, მისი გიორგი მთაწმინდელის ნათარგმნი საქმე მოციქულთაი კათოლიკენი, ანუ კათოლიკე ეპისტოლეები და სხვა ეპისტოლეები წინა მესხნიან წინმედო და 60 ქულოი სიტყვაი მიერ დამიწერია. ესე დავწერე ეს თარგმნა წინ როგორც ამაგიდო წიგნი მედო წინ, ხოლო ვინ იდგა, ნახეთ რას ამბობს ბერძენთა ენაი უფსკრულ ღრმა არს. აქ ხა მე ამას კიდევ იმიტომ გიკითხავთ, რომ რაღაცა საოცარი არაჩვეულებრივი ქართული ენა აქ რა და საოცარი სიღრმე მართლა უფსკრულ ღრმა არს. ბერძნულ ენაზე ამბობს ამას. ღრმა უფსკრულია ბერძნული ენის ასე აი მათი წყალობით, მათ შორის ეფრემ ცივის წყალობით, აი ქართული ენა გახდა ასეთი. სიღრმე უფსკრულ ღრმა არს.
და იგივე და ერთი ადგილი მრავალ საპირს აღიარებს, სხვადასხვანაირად იკითხება. ამათ ესე ვითართა ღრმათა ადგილთა, სადაც უხდა შეცვალებაი და სხვეებრი ცვალებაი სიტყვისა, 60 კულოვისა ქართულისა, აი აქ იყო ბევრნაირად შეიძლებოდა გამოთქმა, რომელიც მაშინღა ძლით გულისხმა იყოფოდეს, ძნელად გასაგები იყო. ოდეს სამნი, გინა უთხნი თარგმანი, პავლისანი და ეგოდენი ლექსიკონი, პავლეს მოციქულების სხვადასხვა თარგმანები მქონდა წინ, ასეთ ამდენივე ლექსიკონი მქონდა წინ, რომელ არიან ღრმათა წიგნურთა სიტყვათა ანბანსა ზედა გაწყობილი სიტყვანი ერთად შემოვიკრიბნი, მაშინღა ძლით მოუპოვე ქართული შემსგავსებული სიტყვაი. აი როგორი უშრომია, რა გაუკეთებია, რამდენი რამ წიგნი ქონია გარშემო, რომ აი ზუსტი თარგმანი მოენახა და ჩვენამდე მოეტანა. შემდეგ არის კიდევ რაც უნდა წაგიკითხოთ, ეს არის თეოდორიტე კვირელის ფილოთეონ ისტორიის შესავალი. ფილოთეონ ისტორია ესე ქვია. ქართულად ესე თარგმნა და ეხლა ნახეთ რას ამბობს, აი რატო ყვება. ამას წიგნს ეწოდების ფილოთეონ ისტორიაი. რომელ არის ღვთისმოყვარებითი თხრობაი. აი ღვთისთვის სულისათვის სასარგებლო თხრობანი ესეთი რამს. ეს ფილოთეონ ისტორია, ეს არის სულისათვის სასარგებლო თხრობანი წმინდანების შესახებ. რამე თუ ნახეთ, ვითარცა იგი კლემაქსსა და დიოლოგონსა, იგივე ბერძნული სახელი უწოდიან ქართულადსა. კლემაქსი ვიცით კიდე, ხო? კლემაქსი ავტორია, მაგრამ მაინც ნაწარმოებს კლემაქსი ეწოდება. ესე მოკლედ მოსახსენებთ და დიოლოგონი ის არის დიალოგები წმინდა მამათა ცხოვრების შესახებ გრიგოლ რომის პაპის, გრიგოლ დიდის, გრიგოლ დიოლოგოსის. ხო და დიოლოგონი რო ქვიაო ეს ბერძნული სიტყვა როგორ გადმოღებული და კლემაქსიო, ესე ამ შემთხვევაში იგივე ბერძნული სახელი უწოდიან ქართულადსა. იგივე ამისთვის უსაკუთრეს არს წოდებად ფილოთეონ ისტორიაი, რომელსაც თვით აღწერილს ამის თეოდორიტესაგან სახელდებულო არს ამის და აი თეოდორიტემ ესე უწოდა, ამიტომ აღარ გადავთარგმნე და აღარ მონახე ქართული შესატყვისი და გადავწყვიტე რომ ბერძნული სახელი დამეტოვებინა. აი ნახეთ ეს. ხოლო აქვს წიგნს ამას ფრიადის სიღრმეი სიტყვისაი, უმრავლესი ბერძნულად და არამცირედი ქართულადსა, რომლისა შეცვალებაი და გამარტივებაი არაძნელიყო. გარნა შემინდებით უგრსა თქვენ საეფრემ მცირესა, რამე თუ ესრეთ უმჯობეს გონერათა ხატი და მოქცევაი სიტყვათა იგივე აქვდეს ბერძნულისაი. შეიძლებოდა გამარტივება და შეიძლებოდა გადმოქართულება, მაგრამ შემინდეთ თუ არ მოგეწონებათ, არ ვიცი, რატო არ მოგვეწონოს თქვათ, მაგრამ ბერძნული წყობა დაუტოვე. ამ ანდერძ მინაწერების კითხვა, ესე იგი, ძალიან საინტერესოა და ბევრია, მაგრამ აი დღეს ამას დავჯერდეთ და როგორც მოგახსენეთ, აი ბატონი ედიშერ ჭელიძის, რომელიც ასევე ჩემი პედაგოგი იყო სასულიერო აკადემიაში, აი მისი მონათხრობი მოისმინეთ ეფრემ მცირეზე. მე კი გადავდივარ ახლა ალექსი შუშანიაზე, წმინდა ღვთისმონაზონი ალექსი შუშანია. და ალექსი შუშანიას შესახებაც, ცხადია რომ ჩვენ არც ეფრემ მცირეს წმინდა ნაწილი გვაქვს, არც ალექსი შუშანიასი. ალექსი შუშანიას შესახებ უამრავი მასალაა და მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა ასეთ პიროვნებაზე და ასეთ დიდწმინდაზე საუბარი, მით უმეტეს აი ბოლო ჟამის ნათობია, ესეც 1923 წელს გარდაიცვალა. ხო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეგიძლიათ წაიკითხოთ. მე რაღაცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალს მინდა ხაზი გაუსვა, რომელიც მის ცხოვრების ყველა აღწერილობაში არ არის. რატომღაც გამოტოვებული არ და არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ მოგიყვებით, ესე იგი 1852 წელს დაიბადა
სენაკის მაზრის ქალაქ ნუქალაკებში, სოფელ ნუქალაკებში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში და 7 წლიდან მას უკვე მშობლებმა, მამამ განათლება დააწყებინა განათლება და როგორც ჩანს ძალიან სერიოზული განათლება მიიღო მან. იმიტომ რომ 16 წლის ასაკში, როდესაც იგი დაობლდა, მამა გარდაეცვალა. მაშინ უკვე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებული პიროვნება იყო და მამას სწავლის დროს ავად გახდა და მამას ეხმარებოდა თან მაინც რამდენი შეეძლო სწავლობდა და მაინც მამას ეხმარებოდა სავაჭრო საქმეში. საქმოსანი იყო მამამისი, ანუ ესე იგი ვაჭრობით იყო დაკავებული და მამას ეხმარებოდა და რომ გარდაიცვალა მამა. გარდაცვალებისი მამამ დაალოცა და ანდერძად დაუბარა პირდაპირ, აი ოჯახს მიხედა. ოჯახი ნიშნავდა ესე იგი დედა, 4 უმცროსი და 1 უმცროსი ძმა. აი ეს დიდი ოჯახი ფაქტიურად აი ეს დააწვა კისერზე მთლიანად ალექსის და იმისათვის რომ ეს მამის ანდერძი შეესრულებინა, იგი გაემგზავრა უცხოეთში. რატო ახლა? ჯერ პირველი რაც გააკეთა იერუსალიმში ჩავიდა და იერუსალიმის სიწმინდეები მოილოცა და მერე ჩამოვიდა კონსტანტინოპოლში, რომელსაც სტამბული ერქვა. მაშინ ეხლაც ეგრე ქვია, კონსტანტინოპოლში თავის ბიძასთან. თავის ბიძა ეს არის ისლამ შუშანია, რომელიც ძალიან წარმატებული მესაქმე იყო იქ, ესეც ვაჭრობით, დიდი ვაჭარი ესე არის, ესე წერია და მასთან ჩამოვიდა და მასთან დაიწყო მუშაობა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა სხვათა შორის აი ამ საქმიანობაში. ძალიან დაეხმარა ამ ბიძასაც და თვითონაც გამოიმუშავა ეს თანხა და ამ თანხას უგზავნიდა ოჯახის წევრებს, რომ არაფერი მოკლებოდათ. ოღონდ აი ხარი უკვე ძალიან საინტერესო რა. ეს ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო ეს ისლამ შუშანია. კი სტამბულში ცხოვრობდა, მაგრამ ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქონდა რაღაც არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა. სასულიერო წიგნები ქონდა, რაღაც ესეთი ხელნაწერებიც, ნაბეჭდი წიგნებიც. მოკლედ ალექსი ძალიან დიდ დროს ატარებდა ბიბლიოთეკაში და კითხულობდა ამ წიგნებს. და აი სწორედ ის რაც ახლა მოგახსენეთ, ესე იგი, აი ეს რატომღაც ყველგან არ არის მითითებული, ოღონდ რატო ვერ გავიგე. ესეთი ამბავი შეემთხვა, ესე იგი, რომ იმდენად ღრმად შევიდა შიგნით, ესე იგი. იმდენად ღრმად შევიდა შიგნით აი ამ ბიბლიოთეკის სამყაროში. რომ ძალიან სერიოზულად დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ესე იგი, გახდეს ეს დიდი ვაჭარი ბიძამისივით და ნამდვილად შეეძლო ამის გაკეთება, თუ დაანებოს საერთოდ ყველაფერი, დაანებოს თავი და წამოვიდეს და სასულიერო გზას დაადგეს. აი აქ იყო ესე იგი და საათობით იყო ამ ბიბლიოთეკაში და ესეთი ერთი შემთხვევა იყო, რომელსაც თვითონ აღწერდა მერე, რომ აი თითქოს ხმა ესმა. აი იმაში რომ იყო, აი თავში ქონდა ეს აზრები მოკლედ და ესეთი აზრი მოუვიდა თავში, რომ კარგი, წავალ ამ გზაზე, მაგრამ მამის ანდერძს რა უყო? აი მამამ ხომ ანდერძა, როგორ მივატოვა ეს მამის ანდერძი? და აი თითქოს ვიღაცამ უთხრა, რაღაც ხმა გაიგონა ესეთი. არ არის დაზუსტებული ეს ხმა, ყურებით გაიგონა თუ ტვინში გაიგონა. რომ მოგვტევო მაშინ მამის ანდერძს რა ეშველება? ხო და ამან იმ წუთშივე უპასუხა მე, რომ მოგვტევ, მერტი მიხედავს ამათ. სრული დარწმუნებით. ხო და იგივე ხმა უთხრა. ხო და მაშინ მოგვტევ ამ სოფლისთვის. და ეს შენი საზრუნავი ღმერთს მიანდეო. მე მომანდეო, აი ღმერთის ხმა იყო რა პირდაპირ. და როგორც კი ეს აზრი მოუვიდა თავში, იმ წუთშივე ესე ჩავიდა ეზოში, სადღაც არ ვიცი, რაღაცა ქვაზე დადგა, თმები დაიგრიხა და მოიწვა და ასეთნაირად, აი ესეთი ფორმით დადო აღთქმა.
აი ამ 16 წლისა. და ამის შემდეგ საერთოდ შეიცვალა მისი ცხოვრება. ესე იგი ფაქტიურად ამ ბიბლიოთეკიდან აღარ გამოდიოდა, იქ ყველაფერი ყველანაირი წიგნი იყო, ლოცულობდა, იქ ცხოვრობდა ფაქტიურად ამ ბიბლიოთეკაში და აი გავიდა ერთი თვე, გავიდა ორი თვე რაღაცა და დაანება ყველაფერს თავი აბსოლუტურად ყველანაირ საქმიანობას. და ამ ბიძამაც რო ნახა, ესე იგი ასეთი ცვლილება ამისი, აღარ მოინდომა საერთოდ სტამბოლში დარჩენა, ეს თავის გონებას მოუყარა თავი და წამოვიდა და ამ სენაკში გადმოვიდა და როდესაც მან ალექსიმ ეს ბერობის სურვილი განუცხადა ოჯახის წევრებს, ყველანი ძალიან შეშინდნენ ამით და დედამ დაუჭირა ძალიან მხარი. და დედამ მხარი დაუჭირა და შემდეგ თუ შეიძლება გაეცანით თქვენი და როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ გახდა ეს უდიდესი ესე იგი მოძღვარი და მასწავლებელი და ბერი მოღვაწე და რაღაც ყველაფერი. მე ხა ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, რომ ესე იგი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც მე არ შემხვედრია სხვაგან არსად. და რომელიც მინდა გითხრათ, რომ მე დიდი ხნის წინ შევიტყვე ამის შესახებ, აი ჩემი ცხოვრების დასაწყისში. და მინდა გითხრათ, რომ აი ამან ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პირადად ჩემზე. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დამხმარე აზრია, ძალიან აი ვისაც გადაუწყვიტავს, ესე იგი, ღვთისგზაზე სიარული, ვისაც გადაუწყვიტავს, აი რომ შეუდგეს უფალს, ხო? აი ეს აზრი მე რამდენჯერმე ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში, რა ნახეთ, რომ აი მე თქვათ შევწირავ ჩემ თავს და თქვათ გავხდები სასულიერო პირი და თქვათ ამ გზაზე აი ჩემს დანარჩენ საქმეებს რა ეშველებ. და იმ წუთშივე მოდის ეს აზრი. აი ხო არავინ არ ვიცით, როდის მოხდება, ხო? აი ხა ამ წუთას მე გელაპარაკები და რა ვიცი ხა გამიგია ეგეთ შემთხვევები, რომ აი ადამიანი ლაპარაკობს და მოგტარ, წაიყვანა ღმერთმა რა. ხო და ხო ეს არ ვიცით და გარშემო ხო იმდენი რამე ხდება და ისეთი ადამიანები მიდიან, რომელსაც არ ელოდები სრულებით რომ წავლენ. აი ხა ჩვენს გარშემო აი გასულ წელს ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ესეთი რომ სრულებით მოულოდნელად რა. მე ხა სასულიერო პირები მხედველობაში. ხო და თუ არ იცი ეს და თუ ღვთის ხელშია ეს ყველაფერი, მაშინ ნახეთ რაღაცა ძალიან როგორ გითხრათ, მომგებიანია ძალიან ესეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ აი ხო შეიძლება მოგტე და მე რა ეშველება ამ ყველაფერს. ხო და აი გაძლევენ, ესე იგი შესაძლებლობას, რომ მოგტე ცოტა ადრე და დარჩე ცოცხალი. აი რა ვიცი როგორ გადმოვეცე ხა ეს აზრი, მაგრამ და გითხრათ, რომ აი თუ ამაზე იფიქრებთ ხანდახან სიკვდილზე, ეს ხა მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ ქრისტიანები. იაპონელი სამურაები ამბობენ, რომ თუ გინდა რომ დიდხანს იცოცხლო, ყოველ დღეს სიკვდილზე იფიქრე და ყოველთვის, როდესაც არჩევნის წინაშე დგახარ. ან სიცოცხლე, ან სიკვდილი, ხო? ყოველთვის არჩევანი სიკვდილის ხარეს გააკეთე და მაშინ დიდხანს და ხანგრძლივად იცოცხლებ და ბედნიერი იქნები ამ ქვეყანას. იაპონელებს უწერიათ ეს. ხო და იმას ვამბობდი, რომ მით უმეტეს ჩვენ ქრისტიანებს აი გვახსოვდეს ყოველთვის გახსოვდეთ სიკვდილი, ლათინურად ეს არის memento mori. აი სწორედ ეს გააკეთა ალექსი შუშანიამ, ეს ნაბიჯი გადადგა, აი ეს თავის თავთან კონდა, ეს თავის თავში იყო, რა თქმა უნდა ეს იყო გამოცხადება, მაგრამ ეს მის შიგნით იყო ეს გამოცხადება და აი გადადგა ეს ნაბიჯი და აი როგორი დიდი წმინდანი ყავს, როგორი მეოხი ღვთის წინაშე. მე შემდეგ წმინდანზე გადავალ, როგორც მოგახსენებთ. უნდა ფოტო გაჩვენოთ კიდე, ეს იცით ახლა საყოველთაოდ ცნობილი ფოტოა, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ მაინც. მეტი არაფერი გაგვაჩნია მისი. აი ეს არის ბერი ალექსი შუშანია. გამონაზონი. აღსარებელი. შეგვეციოს მისი მართლი. და მე გადავდივარ ახლა კიდევ ერთ წმინდანზე, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ. და აქაც ძალიან საინტერესო რაღაცა ძალიან ესეთი როგორ გითხრათ, კიდევ ესე იგი ერთხელ უბრუნდები იმ თემას, რომ
რომ ესე იგი არ მეორდება ამბები. ანუ უბრალოდ ხანდახან მეორდება კიდევაც, მაგრამ სულ არის რაღაც ახალი და აი აქ ახლა ძალიან საინტერესო იკვეთება ურთიერთობა მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის. ოღონდ ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ. ნახეთ, ახლა ლაპარაკი არის წმინდა აღმსარებელზე ლეობარდ ტურელი, ესე იგი და ტური ქალაქი ჩვენ გვისაუბრია, გრიგოლ ტურელზე გვისაუბრია, მარტინ ტურელზე გვისაუბრია და ეს არის, ესე იგი, ეს არის განდეგილი ბერი, რომელიც ტურის ახლოს ცხოვრობდა, ეს არის მარმუტიეს მონასტერი, რომელიც თავის დროზე მარტინ ტურელმა დააარსა, აი მარმუტიე და აი აქ მოღვაწეობდა ეს მარმუტიეში. ეს არის დღეს ესე გამოიყურება. და ესე იგი, აი, რასაც კიმენი ქვია ნამდვილად, აი პირდაპირ აღწერა მისი თანამედროვის მიერ, ეხლა ნახეთ, აი, სწორედ აქედან ამ კუთხიდან შევხედოთ. ჩვენ ეხლა გვაქვს ლაპარაკი წმინდანზე, რომლის ცხოვრება აღწერა მისმა ვინც მას იცნობდა. და აი მის შესახებ წერს. ოღონდ აქ რაღაცნაირად ცოტათი პირიქით არის საქმე. ნახეთ, ჩვენ ახლა ლაპარაკი გვაქვს ახლა გრიგოლ ტურელზე. გრიგოლ ტურელზე, რომელმაც დაწერა ვიტა პატრუმ, ესე ქვია წიგნს, მამათა ცხოვრება, ძალიან საინტერესო, ვთქვათ, პოზიციიდან აქვს დაწერილი. საერთოდ წიგნი ხარ რო ვილაპარაკო, დიდი და კარგი წიგნია, ნუ რა, ვერც გამოთქვამს ენა, ხო ამას. ხო და ნუ ვიტა პატრუმ და ვიტა პატრუმში არის მეოცე თავი, სწორედ ესე იგი ღირსი ლეობარდი, განდეგილი, რომელიც მოღვაწეობდა მარმუტიეს მონასტერში, რომელიც არის ტურის ახლოს. ესე აქვს სათაური ამ თავის. და აი ხა წინასწარ მინდა გითხრათ, ესე იგი რომ აქ რაღაცა განსაკუთრებულ შემთხვევასთან აქვს საქმე. რომ აი ჯერ ესე იგი ჯერ ის უნდა წაგიკითხოთ, რას წერს. რომ არავინ ჩათვალოს, რომ ეს გამონაგონი ამბავია. რასაც ახლა მე თქვენ მოგიყვებით აი ამ ლეობარდზე. და უფალს დავიმოწმებ, ესეთ რამეს წერს ეს გრიგოლ ტურელი, რომ ეს ყველაფერი, რასაც მე თქვენ მოგიყვებით, თვითონ ლეობარდის მონათხრობიდან ვიცი. და ეხლა როდესაც მე დავიწყებ საუბარს, თქვენ ამაში მთლიანად დარწმუნდებით, იმიტომ რომ სინამდვილეში პირიქითა გვაქვს საქმე. მან წმინდანის ცხოვრება კი არ აღწერა, მან შექმნა ეს წმინდანი. ესე იგი, ეხლა აი გამოჩნდება მონათხრობიდან, ეს მისი სულიერი შვილია, ეს არის ტურის ეპისკოპოსი, ეს არის განდეგილი, რომელიც აი აქ ცხოვრობს, ბოლოს მარმუტიეში დასახლდება და რომელთანაც ეს ხშირად მოდის, აღსარებებს, ღებულობს, სწორ მიმართულებას აძლევს ცხოვრებაში და ფაქტიურად გრიგოლ ტურელმა, აი ესე იგი, გრიგოლ ტურელი დაეხმარა მას, აი რო იგი ნამდვილი ჭეშმარიტი წმინდანი ყოფილიყო. აი წავიკითხოთ, ახლა მოვისაუბროთ ცოტა და მე ბოლოს კიდე დასკვნის სახით მინდა რომ გავაკეთოთ. და ესეც შესავალს აკეთებს თვითონ გრიგოლ ტურელი, რომ ეკლესია ყოველთვის ესე იგი ყოველთვის დიდ სარგებლობას ღებულობს, როდესაც წმინდანებზე საუბრობს, თავის წმინდანებზე. და ეკლესია დიდ სიხარულს განიცდის, როდესაც იმ ადამიანების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ცხოვრობენ. თავიდანვე სათნო ცხოვრებით ცხოვრობენ და ბოლოს მიაღწიეს სრულყოფილებას თავიანთ ცხოვრებაში. და ასევე ეკლესიას ძალიან უხარია, რომ ღვთის განგებით ისინი, ვინც დატოვა ეს მიწიერი ცხოვრება, შუახახან, ხო, ეხლა არ ვისაუბრეთ ალექსი შუშანიაზე, აი მიატოვა მიწიერი ცხოვრება, დატოვა და ღვთის განგებითა და მადლით მონახა საკუთარ თავში ძალები, რომ თავისი სულიერი ცხოვრება ბოლომდე მიიყვანა. ეს არის შესავალი. ნეტარი ლეობარდი ოვერნი არის, საფრანგეთში ქალაქი ოვერნში დაიბადა და
სენატორის იგი სენატორის ოჯახში დაიბადა და თავიდანვე იყო თავისუფალი მოქალაქე. იგი თავიდანვე ცხოვრების დასაწყისიდანვე თავის გულში ღმერთს ატარებდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი მორწმუნე ოჯახი არ იყო, იგი მაინც ბავშვობიდანვე უკვე ესე იგი ჩამოყალიბდა როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი. თავის დროზე, როდესაც უკვე ცოტა წამოიზარდა, სხვა ბავშვებთან ერთად იგი გააგზავნეს სკოლაში, სასწავლებლად, სადაც იგი სწავლობდა ზეპირად ფსალმუნებს, ფსალმუნები, ბევრი ფსალმუნი ზეპირად შეისწავლა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ერთ დღეს იგი სასულიერო პირი გახდებოდა. და მაინც მიუხედავად ამისა, უფლის მსახურებისადმი ამზადებდა თავის თავს. როდესაც უკვე საქორწილო ასაკს მიაღწია, საერო კანონმდებლობის მიხედვით მას ესე იგი არწმუნებდნენ, რომ უნდა დაქორწინებულიყო. და მოუნახეს კიდევაც ახალგაზრდა მშვენიერი ქალი, რომელთან იგი უნდა დაწინდულიყო, რომ მერე დაქორწინებულიყო. და თავიდან ესე იგი მან უარი თქვა ამას. უარი თქვა და მამამ ესეთი რამ უთხრა, რომ ჩემო საყვარელო შვილო, რატო ეწინააღმდეგები ჩემს მამობრივ ნებას და რატო ამბობ უარს ქორწილზე? შენ ხომ უნდა აღზარდო და რატო ამბობ უარს იმაზე, რომ აღზარდო შთამომავლობა ჩვენი ოჯახისათვის, რომელიც მომავალში სიხარულს მოგვიტანს. თუ არავინ, იმიტომ რომ თუ აღარავინ იქნება ჩვენ ოჯახში, ვინც ჩვენი შრომის ნაყოფით უნდა დატკბეს მომავალში, ბავშვებს ამბობს. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ამაოდ გავრჯილ ვართ. და რაღაცა უნდა რაღა აზრი აქვს ჩვენი სახლის სიმდიდრით ახსებას. და ჩვენი მემკვიდრე თუ ამით ვერ ისარგებლებს. რატო უნდა შევიძინოთ ამდენი მონა და რატო უნდა გავაფართოვოთ ეს ჩვენი მამულები, თუ იგი მომავალში სხვას უცხოს უნდა ხვდეს წილად. ღვთაებრივი წერილი მამა ეუბნება ამას. გვასწავლის, რომ შვილები უნდა დაემორჩილონ თავიანთ მშობლებს. ეს არის ეფესელთა მიმართ მე-6 თავის პირველი მუხლი. და თუ არ დაემორჩილები მშობლების ნებას, ვერ აცდები ღვთაებრივ სასჯელს. აი ესეთი რაღაცა უთხრა მამამ. კი ვთქვით თავიდან, რომ მორწმუნე ოჯახი არ იყო, მაგრამ აბარანაირად არ იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი ვაჟი არ იყო, ეს ლეოპარდი, მეორე ძმაც ყავდა. მიუხედავად ამისა, მამამ ძალიან, ესე იგი, ეს სიტყვები რო უთხრა, მან გაიგონა, ლეოპარდმა ეს ყველაფერი გაიგონა და დაემორჩილა მამას და გააკეთა ის, რაც მამას უნდოდა და სულ მალე მან თავის საცოლეს აჩუქა ბეჭედი და მოკლედ ეს წინდობა აღნიშნეს როგორც დიდი დღესასწაული. დაიწინდა რა. და როდესაც საოცარი რაღაცა მოხდა. აი ამ დროს უკვე აი ამ წინდობის დროს დაინიშნეს, რომ დღესასწაულები ჩატარდეს და უცებ გარდაიცვალა ორივე მშობელი. მამა და დედა გარდაიცვალა. და ეხლა ეს ჩაიშალა ეს წინდობა ამ სიკვდილის გამო. და რაღაცა, რა ვიცი, 40 დღე თუ რაღაცა გლოვაში უნდა გაეტარებინათ. და ამის შემდეგ ეხლა ძალიან უცნაური რაღაცა უნდა გითხრათ.
ამის შემდეგ ლეოპარდი გაემართა ამ მწუხარების თუ რა ქვია გლოვის დღეების დასრულების შემდეგ თავის ძმასთან. და ეს ძმა ისეთი მთვრალი იყო, რომ სახში ხო არ შემოუშვა და რომ ვერ იცნო საერთოდ და სახში არ შემოუშვა და გააგდო ვინახარო და რაღაც ისეთი რა ვიცი რა როგორ უნდა დათვლეს ესე ადამიანი და გამოაგდო ძმამ საკუთარმა ძმამ და ეს კიდე საერთოდ მივიდა რა ქვია საჩუქრებით რომ ეს თავის ძმისთვის თავის საქორწილო საჩუქრები გადაეცა და მოკლედ აი ესეთი დამწუხრებული წამოვიდა იქიდან. და რაღაც ხამე ხა სადღაცა რაღაცა ნაგებობა ნახა, რაღაც არ დაფი თუ რაღაცა რა მოკლედ. ხო და იქ შევიდა ცხენი და იმას ქნა რა ქვია და დაანაყრა ცხენს აჭამა მიაბა და იქვე სადღაც თივაზე წამოწვა დასაწინებლად. და შუაღამის გაეღვიძა და მადლობა შესწირა უფალს იმისათვის, რომ უფალმა იგი გააჩინა ამ ქვეყანაზე და რომ ცოცხლობს და რომ ასეთი სიკეთე მიმადლა მას, როგორც არის სიცოცხლე და ყველაფერი დანარჩენი, რაც გააჩნია და დიდხანს ესე ლოცულობდა. და შემდეგ, ესე იგი ამ დიდი ხნის ასეთი ლოცვის შემდეგ, აი ესე ილოცა. და ღმერთმა და იცით რა სიტყვები აქვს მოყვანილი გრიგორ ტურელს რომელთა ეპისტოლედან მერვე თავის 29 მუხლია რამე თუ რომელნი იგი წინასწარ იცნა წინასწარს განაჩინა თანამსგავსად ხატის ამის თვისისა. ესე იგი ღმერთი წინასწარ რო იცნობს ადამიანს, აი რომ მიხვდება რომ ეს არის ის ვინც მომავალში გამოირჩევს ასეთ ადამიანს რომ მისი ხატი და მსგავსი გახდეს. და აი ამ ლოცვის შემდეგ ღმერთი შეეხო მის გულს და გამოეცხადა. ანუ გულს შეეხო და შთააგონა რომ დაეტოვებინა ეს მიწიერი სამყარო, მიწიერი ცხოვრება და მთლიანად რო ღვთის სამსახურში ყოფილიყო და მართლაც მან აი ეს ყველაფერი მიატოვა და ადგა და წავიდა. იგი თითქოს თავისი სულის მოძღვარი გახდა. იმიტომ რომ ღმერთი რო გამოეცხადა და უთხრა მან იგი თვითონ ღებულობდა ამ ყველა გადაწყვეტილებებს და ბოლოს თავის სულს უთხრა ლეოპარდმა რატო ეჭვიანობ, რატო ეჭვობ და რასაკეთებ სულო ჩემო დატოვე ესე იგი მიწიერი ცხოვრება და ყველაფერი აქ ამაოა ამ დედამიწაზე და წადი იგი და შეუდექი უფალს და დილით ესე იგი რომ გამოიღვიძა დააჭდა და გადაჭდა ამ თავის ცხენზე და გაემართა თავისი სახლისაგან და გზაში ფიქრობდა რომ სად წავიდეს ხა რომ მიატოვებს ამ ყველაფერს სად წავიდეს და გადაწყვიტა ესეთი რაღაცა გააკეთებია ჩავიდა ტურში ქალაქ ტურში და მივიდა წმინდა მარტინის საფლავზე და რომლისგანაც ამ საფლავისგან დიდი კურნებები ჩვენ მარტინზე გვისაუბრია, კურნებები აღესრულებოდა და მივიდა იქა რომ იმის იმედით რომ იქიდან მიიღებდა ამ ძალას. და მივიდა, ილოცა და სთხოვა რომ გამოეჩი მარტინს მისთვის გზა ეჩვენებინა. იმიტომ რომ ჯოჯოხეთიდან ამოყავდა მარტინს თავისი ლოცვით სულები. და როდესაც მივიდა მარტინის ბაზილიკასთან, იქ სადღაც ახლომახლო დასახლდა, რამდენიმე დღე გაატარა და ამის შემდეგ გადალახა მდინარე და წავიდა უკვე აი მარმუტიეს სავანეში, რომელიც უკვე იყო დაარსებული და მოიმარაგა მონასტერში
აი ამ სავანეში მოიმარაგა პერგამენტები, ანუ ქაღალდები, იმისათვის რომ გარდა ლოცვისა ეშრომა კიდევაც და მისი შრომა უნდა ყოფილიყო წერა. აი ამ პერგამენტებზე, ნუ რისი წერა ახლა მოგახსენებთ სხვადასხვა საღვთო წერილების გადაწერა თვითონ აზე პირად ახსოვდა და წერდა და ნუ მოკლედ ეს. და იგი ძალიან ნელა დაიწყო ბიბლიის გადაწერა და თან ცდილობდა ყველაფერი გაეგო ამ ბიბლიაში რაც წერია. და ასევე ფსალმუნები ბავშვობაში ხოზე პირად ქონა ნასწავლი და ამას ესე იგი ამას იხსენებდა და წერდა აი ამ ფსალმუნებს. ამით იყო დაკავებული. და აი ღვთაებრივი წერილთან ასეთი შეხებით, მოკლედ მან განიახლა აი ეს ღმერთთან ცოცხალი კავშირი დაამყარა. ნუ სახელი გაითქვა მან ცოტა ხანში თავისი საოცარი თანმდაბლობით და მორჩილებით და უამრავი ადამიანმა უკვე გაიცნო იგი და აღიარებდა მას და მოდიოდნენ მან და ესე იგი ეს გრიგოლი წერს რომ გამოქვაბულში ცხოვრობდა იქ მონასტერში, ნუ ამ სავანე იყო და გამოქვაბულში და შემდეგ ეს გამოქვაბულში გამოთხარა, გააფართოვა და აქ ლოცულობდა, ფაქტობრივად არ გამოდიოდა ამ გამოქვაბულიდან, ლოცულობდა და ღვთისმსახურებას აღასრულებდა. და დრო და დრო იჯდა და წერდა, რომ ეს ბოროტი აზრები განედევნა თავისგან. და ამის შემდეგ ესეთი რაღაცა მოხდა, ეშმაკმა მოუწყო გამოცდა. ეშმაკმა მოუწყო გამოცდა როგორ იცით, რომ ესე იგი ამ ჭეშმარიტების დაცვის და სწორი სწავლების დაცვის საბაბით იგი ხშირად თავის მეზობელ ვინც ცხოვრობდნენ ბერები ესე იგი მათთან ნუ ქონდა ხოლმე შეხვედრები და ხშირად იმართებოდა დისპუტები სარწმუნოების შესახებ კამათი და იგი ესე იგი ძალიან აქტიურად საუბრობდა, იცავდა აბსოლუტობას და ეშმაკმა ესე იგი შთააგონა, ეშმაკმა შთააგონა ეს აზრი, რომ გამოდი ამ სენაკიდან რა გინდა და წადი სხვაგან გადასახდე, სადაც უფრო ბევრ ადამიანს შეხვდები. და აი ეხლა აქ შემოდის სწორედ ეს თემა. მარტინ კი არა, ამ გრიგოლ ტურელის. ესე იგი, ეს რომ მოხდაო, მე იქ ვიყავიო მაშინო, ახლოსო. ანუ ესე იგი ფაქტიურად ეს მიდიოდა ხოლმე ხშირად სტუმრად ამ ლეობარდთან და როდესაც ეს გამიზიარაო ეს აზრიო მე ვუთხარი რომ ეს არის შხამი რომელიც შენში ეშმაკმა ჩათესა და მოუწოდე რომ ეს ესე არ გაეკეთებინა და რუსენაკიდან არ გამოსულიყო და როდესაც წამოვედით ორი წიგნი დაუტოვეთ ეს გრიგოლ ტურელი ამბობს ეს არის განდეგილი მამების ცხოვრება ეს არის რუფინუსის წიგნი და მეორე წიგნი იოანე კასიანე რომაელის ბერობის წესები ქართულად ესე იქნება ალბათ ხო და როდესაც მან ეს წიგნები წაიკითხა და როდესაც გაიგო სინამდვილეში როგორი უნდა იყოს ასწავლის რა თან მოკლედ განსწავლა როგორი უნდა იყოს ეს ბერული ცხოვრება და არა მარტო გამოყარა თავიდან ეს ცუდი აზრები არამედ ესე იგი აქეთ კიდე იმდენად ღრმად ესე იგი მას ჰქონდა ეს უნარი აღქმის რა და ისე ღრმად შეითვისა ეს წიგნები რომ კიდე ჩვენ აქეთ ამ წიგნებიდან გამომდინარე სწავლებას ჩვენთან ამჟღავნებდა მოკლედ და ჩვენ გვეუბნებოდა ჩვენ გვასწავლიდა აქეთო მარტინ კი არა გრიგოლ ტურელი წერს და ბოლოს ესე იგი სიყვარულით იყო აღსებული ადამიანების მიმართ და ასევე ძლიერ ამასოფლისა და ცხოვრებას ადევნებდა თვალს. ესე იგი ეს ტურია, საფრანგეთია და მოკლედ ეს ლოცულობდა ყველასთვის აბსოლუტურად.
შემდეგ ესე იგი ეს კიდევ ერთი უცნაურობა წერია რომ ეს წვერი და თმა რომელსაც ის ატარებდა ესე იგი ზოგიერთი ადამიანი ამას სიამაყით და იმისთვის საჩვენებლად ატარებს რა გრძელწვერს და რაღაცა და ეს ქონდაო მაგრამ ერთვენერ დღეს შეიჭრა ეს თმა და წვერი რომ ისევ თავდაბლობისათვის რომ ეს არ არის მთავარი აი ამითი აჩვენა ყველას ეს და 22 წელი გაატარა თავის სენაკში და ისეთი დიდი მადლი მიიღო ღვთისაგან რომ თავისი ნერწყვით ჩირქოვან ჭრილობებს არჩენდა ნერწყვით და ასევე ღვინოს ჯვარს გადასახავდა ხოლმე და ციებ-ცხელებას აი ამ ღვინით კურნავდა კურნების მადლი მიიღო და აი ამ ციებ-ცხელების ცეცხლი ჩააქრო მან ვინც უპირველესად აი მნებების ცეცხლი ჩაახშო საკუთარ თავში. ერთხელაც მასთან მოვიდა ვიღაცა ბრმა ადამიანი, რომელმაც მოუყვა თავისი უბედურების შესახებ როგორ დავრმავდა და თხოვა რომ ხელი დამადეო თვალებზეო რომ ამეხილოსო და ეს დიდხანს უარზე იყო. მე არ შემიძლიაო, მე რა შემიძლიაო და ბოლოს რო ეს აღარ მოშორდა ეს კაცი და რომ მიხვდა რომ რაღაცა მართლა ძალიან ძიმე შემთხვევა იყო 3 დღე ილოცა და მეოთხე დღეს და ხელები ესე იგი დაადო თვალებზე და ილოცა ესეთნაირად ყოვლის შემძლეო უფალო ერთ არსო ძეო მამისაო რომელიც მასთან ერთად განაგებს სამყაროს სული წმინდასთან ერთად უკუნითი უკუნისამდე რომელმაც მიანიჭე სინათლე მიეც სინათლე შობიდან ბრმას დაჰნერწყვერა ესე იგი შენი კურთხეული პირისგან გამოიღე ნერწყვი და მოზილა თიხა და მიადა ხო ესე იყო და დაუბრუნე მხედველობა იმიტომ რომ მან იცოდა რომ შენ ხარ ღმერთი ყოვლის შემძლე და ამის შემდეგ და განკურნე ესეთი ლოცვა წარმოთქვა და ამის შემდეგ გადასახა ჯვარი და აი ეს სიბნელე მეხსოვრად მოშორდა ამის თვალებს და დაუბრუნდა სინათლე და ევსტაქიუსი არის იღუმენი რომელიც ესწრებოდა ამას რომელმაც ეს დაამოწმა ყველაფერი ეს სასწაული დაადასტურა როგორც უკვე ვთქვით მან თავისი სენაკში დაიწყო აი ამ გამოქვაბულის გაფართოება რა და აი ესეც ერთ-ერთი მისი შრომა იყო და მაგრამ აი ეს შრომა აღმოჩნდა ძალიან ეთყობა ასაკშიც იყო უკვე და ძალიან ძიმე შრომა აღმოჩნდა ამ ქვების მტრევა და რაღაცა და ძალიან დასუსტდა და დაუძლურდა ამის გამო და ერთხელაც როდესაც საერთოდ დავარდომილი გახდა ესე იგი თხოვა რომ მივსულიყავი ეს გრიგოლი წერს ანუ რა გამოდის ნახეთ რომ ბერია რომელმაც თავის ეპისკოპოსს თხოვა რომ მასთან მოსულიყო ახსარება ეთქვა უკვე გრძნობდა თავის გარდაცვალებას და ეთხოვა რომ ეზიარებინა და მართლაც ესეთი რამე უთხრა რომ ჩემი დრო ამოიწურა უკვე და მე მალე ალბათ წარვდგები ღვთის წინაშე და მართლაც გრიგოლმა აზიარა და ამის შემდეგ კიდევ რაღაცა დრო გავიდა სარდაც სანამ გარდაიცვლებოდა და ეს იყო მე-10 თვე იყო წელისა, ეხლა მე ვიგეთყვით საიდან იწყებდნენ ესენი
თვეების აღრიცხვა შეიძლება მარტიდან, რა ვიცი. და მე-12 თვეს კიდევ ერთხელ საბოლოოდ მოკლედ ჩაწვალო გინში და ერთხელაც კვირადღე იყო, როდესაც თავის მსახურს, მორჩილ ბერს, ვინც ემსახურებოდა, ის მოიწვია და უთხრა, რომ წადი და აღარ ჭამდა საერთოდ საჭმელი. წადი რა საჭმელი მომიმზადე, იმიტომ რომ ძალიან დავსუსტი და ამან უთხრა, რომ ზათ არის საჭმელიო და ამან კიდე უთხრა ლეოპარდმა, რომ წადი და ნახე აბა ერთი დამთავრდა თუ არა ეკლესიაში წირვა. ესე გააგზავნა. და საჭმლის გამო კი არა, სინამდვილეში ეს თავისი მსახური გაუშვა, იმიტომ რომ არ უნდოდა რომ ვინმეს ენახა მისი გარდაცვალება. და როდესაც ეს დაბრუნდა, ეს უკვე გამართული, გასწორებული, თვალდახუჭული იწვა და უკვე სხეულიც კი უკვე რაღაცა გაშიშებული იყო. და როდესაც დაიწყო მან ხმამაღლა ტირილი, ძმობა შეიკრიბა, ეს სხეული განბანეს, ჩააცვეს და ჩააწვინეს საფლავში, რომელიც მან თვითონ გამოკვეთა კლდეში. და გონიო გრიგოლ ტურელი წერს, არავის შეეპარება ეჭირო, ეხა ცალთა სასუფეველში არის მისი სული. ამ წიგნში, ამ გამოცემაში, ესე იგი ამ ვიტა პატრონ, არაჩვეულებრივი წიგნი. რაღაცნაირად ესეთი გამოსახულებები, არაფერი გამოსახულება სხვა არ გაგვაჩნია ლეოპარდეს, თანამედროვეა, მაგრამ რა ვიცი, ვიღაცამ გააკეთა ესეთი რამე და ერთადერთი ესეთი გამოსახულება გაგვაჩნია. და შეგვეციოს მისი მადლი და მე კი ახლა გადავდივარ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ამბავზე, რომელიც მსგავსი, არ ვიცი, ვინმეს თუ გაუგია რა, მოკლედ თუ გაუგია ისევ ალბათ ამ ცხოვრებიდან. ეს არის წმინდა თევდორე ნოვგოროდელის სალოსი, რომელიც გარდაიცვალა 1392 წელს. ძალიან რთული დრო არის ეს რუსეთისათვის. 1380 წელს არის კულიკოვის ბრძოლა და უდიდესი წმინდანების პერიოდია რა, რაღაცნაირი დრო არის. ეს ცხოვრობს დიდი ნოვგოროდი, ესე ქვია ქალაქს, დიდი ნოვგოროდი. აი ნოვგოროდელია მოკლედ. ნოვგოროდში დაიბადა და ძალიან ღრმადმორწმუნე ოჯახში, ძალიან კარგი განათლება მიიღო თავიდანვე და იგი ცდილობდა რომ წმინდანებისთვის მიებაძა და როგორც კი უკვე მასზე იყო ეს დამოკიდებული, ძალიან მკაცრი მარხვა დაიწყო. ერთხელ ღებულობდა საჭმელს დღეში, ისიც მზის ჩასვლის შემდეგ და 4-ზე პარასკევს საერთოდ არაფერს არ ეახლებოდათ. და დადიოდა ძალიან თითქმის სულ წირვაზე იყო და გარშემო მონასტრებს მოინახულებდა ხოლმე და მოკლედ ეს. გარდა ამისა, იმიტომ რომ შეძლებული ოჯახიდან იყო, იგი მე თავი დამავიწყდა, მეთქვა რომ ამის ხსენება ხვალ არის. ხვალ კვირა დღეს, ესე იგი ეს არის 19 იანვარი და საახალი კალენდრით ეს არის 1 თებერვალი. ხო და მოკლედ და ესე იგი როდესაც მოკლედ გააგრძელა ესე ეხმარებოდა გლახაკებს რაღაცა და თანდათანობით თავის თავზე აიღო სალოსობის ღვაწლი. დადიოდა ფეხშიშველი ჩამოხეული, როდესაც უკვე მე მასზე გახდა ეს დამოკიდებული თავის ქონება, გაყიდა მთლიანად დაარიგა და მოკლედ ესე იგი არაფერი არ დაიტოვა. არაფერი არ დაიტოვა ისე რომ ეხლა წარმოიდგინეთ ნოვგოროდია, რუსეთია, ზამთარში ცივა, ზაფხულში ცხელა, ესეთია რაღაცა და მოკლედ აი ესე შიშველ ტიტველი ლამის რა, ძალიან ესე დადიოდა და სალოსობდა. ოღონდ ეხლა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ამბავი რა, თემა. ესე იგი ამ ხელა ქალაქია ნოვგოროდია რა, ქალაქია მე-14 საუკუნეში, ხო? ეს ქალაქი იყო შუაზე გაყოფილი. შუაზე გაყოფილი იყო არა მარტო გეოგრაფიულად, მდინარე და ხიდი. და ესე იგი ერქვა ესე იგი სავაჭრო ნაწილი და
სოფიის ანუ ღვთის სიბრძნის, იმიტომ რომ სოფიის ტაძარი იყო და აი ვითომ ესე იგი ვაჭრები და ინტელექტუალები თუ რაღაცა, რა ვიცი, მოკლედ ესეთნაირად იყო ეს გაყოფილი და ამათ ერთმანეთში ჰქონდათ საშინელი შუღლი, რომელიც ხანდახან ისეთ კამათამდე მიდიოდა, რომ ერთმანეთს ასისხლიანებდნენ, კაცო, ცემდნენ, ჩხუბი იყო რაღაცა. მოკლედ ამ ქალაქში იყო ეს პრობლემა ძალიან სერიოზული. ეს იყო სავაჭრო მხარეს დაიბადა, სადაც ეს სავაჭრო რიგი იყო, აი რაღაც იქ ცხოვრობდნენ მაგის მშობლები, აქ დაიბადა და მოკლედ ეს თეოდორე იყო ამათი სალოსი. სალოსი რას ნიშნავს? რომ აი მასხარა რო ქუჩაში მასხრობს რაღაც, აი ესე ყველამ კი იცოდნენ, რომ ეს სულიერი ადამიანი იყო, მაგრამ ნუ ესე იქცეოდა რა. და ამ სოფიის მხარეს კიდევ ესე იგი იყო ესეთივე მეორე სალოსი. ესეთივე მეორე სალოსი, რომელსაც ერქვა ნიკოლა, ნუ ნიკოლოზი. ისიც ხა იმის შესახებ აღარ მომიძიებია მასალა, მაგრამ ამათმა ეს ერთმანეთი იცოდნენ ძალიან კარგად, რომ ისიც სულიერი ადამიანია და რომ ისიც ქრისტესათვის სალოსია და ესეც ქრისტესათვის სალოსი და ამათ ესე იგი როგორ გააკეთეს იცით? კი არ მოულაპარაკიათ ერთმანეთში, მაგრამ ესეთი რამე გააკეთეს, რომ ამათმა დაიწყეს ერთმანეთში შუღლი. ამ ნიკოლოზმა და თეოდორემ რა. ხო და ისე რომ მოკლედ თუ ერთი მოხდებოდა მეორე მხარეს ანის პირველი აქეთ რომ ემხილებინათ მოსახლეობა. აი არ ვიცი თუ გაიგიათ ეგეთი რამე. რომ ჭკუა ესწავლებინათ ხალხისთვის რომ შუღლი არ შეიძლება. და ეს ორი სალოსი ერთმანეთს, ნუ აი რა ვიცი, ჩხუბობდნენ, ცემდნენ, არ ვიცი ფიზიკურად თუ ეხებოდნენ, მაგრამ ესეთი რაღაცა მოხდა ერთხელ რომ ამ თეოდორესთან ვიღაცები მოვიდნენ იმ მხარიდან და თხოვეს, ნუ რომ სახლი დაელოცა იმათი სახლი. ამას არაფრით არ უნდა რას ლაპარაკობთო იქო ნიკოლა გამდახავსო და რაღაცა და არაფრით არ უნდა წასვლა რა. ხო და ნუ ბოლოს დათანხმდა მაინც. და როგორც კი გადავიდა და ამ ნიკოლამ გაიგო რაღაცნაირად და გამოგექანა მოვარდა ამასთან და ისთვის მოხვედი აქო, რა უნდა მოიპაროო შენო აქო. რაღაც ესე ჩხუბი და მოკლედ რაღაცები სროლა დაუწყო და ეს გაიქცა ეს თეოდორე. და ეს გამოიკიდა ნიკოლა. ამას უყურებს მთელი ქალაქი რა. და ამან რაღაც ბაღები გადაირბინა, რაღაცა გარბის ის მოსდევს და გზაში რაღაცა ბოსტანი გაირბინეს თუ რაღაცა და ერთი თავი კომბუსტო ამან წამოიღო იქიდან მოწყვიტა. და ეს თეოდორე ამ სირბილში მდინარეზე ფეხით გაირბინა. წარმოიდგინეთ რა. იმან კიდე კომბუსტო ესროლა. რომ წადი აქეთ მეტი არ დაკინახო და ეს კომბუსტო, ამან ეს კომბუსტო დაიჭირა, აიღო და როგორც საჭმელი რა. დაიღო და ამან ყვირილი დაუწყო, მაგრამ დამიბრუნე ჩემი კომბუსტო. დამიბრუნე და ამას მე კაპუსნიკ თუ რაღაც ესე დაარქვეს კომბუსტოსთან დაკავშირებული ზედმეტ სახელი შეარქვეს ამ ნიკოლას რა. მე კომბუსტოვე თუ რაღაც ეს. მოკლედ ეს. და ნუ ეს ამბავი როგორ ჩანს ძალიან სამბეშტავი ამბავი იყო ამ ნოვგოროდელებისთვის, არ ვიცი ხა შერიგდნენ ისინი თუ არ შერიგდნენ, მაგრამ აი ეს იყო, აი ეს ამბავი რაც არის ამაზე ცნობილი. ნუ შემდეგ როდესაც განგელოზმა გამოუცხადა ესე იგი ამ თეოდორეს გარდაცვალების დღე და ხო კიდევ ესეთი დამოვიწყდა მე თქვა რომ წინასწარ მეწყოლების უნარი მისცა ღმერთმა და როდესაც მაგალითად იტყოდა ქალაქში რომ გაუფრთხილდით პურს ძალიან გაძვირდება ეს იმას ნიშნავდა რომ შიმშილობა მოყვებოდა ამას და მართლაც ესე იგი ხალხი პურს უფრთხილდებოდა და აგროვებდა და თუ იტყოდა მაგალითად რომ ყველაფერი სისუფთავე იქნება აღარაფერი აღარ იქნება და პურის მაგევრად ჯობია რომ ეს თალგამი დათესოთ ეს იმას ნიშნავს რომ ხანძარი იქნებოდა და მოკლედ ესე წინასწარ აფრთხილებდა ხალხს ასევე მასთან მოდიოდნენ თხოვდნენ აი უშვილობის შემთხვევაში თხოვდნენ დახმარებას და ის ეთყოდა რომ ილოცე რომ ღმერთმა ვაჟი მოგცეს ან ეთყოდა ილოცე რომ ღმერთმა ქალიშვილი მოგცეს და მართლაც ეს სრულდებოდა ეს სიტყვები და ბოლოს როდესაც გამოუცხადა ანგელოზმა გარდაცვალების რომ უნდა მალე გარდაიცვალოს გამოაცხადა რომ აბა გემშვიდობები ჩორს მივდივარ და მე მალე გარდაიცვალა კიდევაც
და აქ აი ამ სავაჭრო მხარეს წმინდა გიორგის ტაძართან ახლოს დაასაფლავეს, სადაც მოგვიანებით ქვის ეგვტერი აუშენეს და მის საფლავზე დღემდე ესე იგი ეს ბოლო ნაგებობა 1832 წელს აშენდა და დღემდე ესასწავლები აღესრულება და ვაჭრები ეს ხო ვაჭართა მხარეა საქმოსნები დღემდე თავიანთ მფარველ წმინდანად მოიხსენებენ. ესეთი ძველი შედარებით გამოსახულება არსებობს მისი, ესეთი და ეს არის შედარებით ახალი ხატი შექმნილი თეოდორე სალოსის. და კიდევ გაგვაჩნია ნამცეცი, რაღაცა მიკროსკოპული ნამცეცი, სანთელია ნახეთ აქა და იმ სანთელში არ ჩანს ხო? ეს და სანთელში არის თუ აქეთ მევადრე, ეს ჩავიწერტილი გამოჩნდა. ეს არის ნამცეცი, რომელიც გაგვაჩნია წმინდა თეოდორე სალოსის. ამით დღეს გემშვიდობებით და ეხლა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ვიზე ვისაუბრეთ. ეს იყო შაბათი 31 იანვარი საეკლესიო კალენდარი 18 იანვარი წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი არ ვისაუბრია, მაგრამ დღეს არის მისი ხსენება და ვიზეც ადრე ქონდა ნასაუბრები, ეს არის ათანასე და კირილე ალექსანდრიელები, მარკიანე კვირელი, პრისცილა რომალი, ლიბერატა და ფაუსტინე კომოელები და დღეს ვისაუბრეთ ჩვენ ღირსი მამაი ჩვენი უდელმონაზონე ალექსი შუშანია, ღირსი მამაი ჩვენი ეფრემ მცირე ფილოსოფოსი და წმინდა ლეობარდ ტურელი და ასევე ხვალინდელი, ანუ 19 იანვრის, ანუ ახალი სტილით 1 თებერვლის წმინდანზე, წმინდა თეოდორე ნოვგოროდელის შესახებ ვისაუბრეთ. მე კი ამითი დაგემშვიდობებით. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.